ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. ქართველთა ლაშქრობა ირანში. 1208 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში არდებილის სულთანი თავისი რჩეული ლაშქრით საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა. მტრები ჩუმად და ფრთხილად გადაადგილდებოდნენ, სანამ ქვეყნის სიღრმეში არ შევიდნენ და ქალაქ ანის არ მიადგნენ. სულთანმა კარგად იცოდა, რომ წლის ამ დროს ანისი ყველაზე დაუცველი იყო. აღდგომა დღეს ქალაქის კარები დილა-ადრიანად იღებოდა და მოსახლეობის ქრისტიანი ნაწილი სალოცავად ეკლესიებში იყვნენ. გარიშრაჟზე, როდესაც ქალაქის კარები გაიღო, სულთანის ჯარები გრიგალივით შეიჭრნენ ქალაქში და უმოწყალოდ გაუსწორდნენ მოსახლეობას. როგორც მემატიანე გვამცნობს, 12,000 კაცი მარტო ეკლესიებში დახოცეს. მტერმა დაარბია და მოაოხრა ანისი, გაძარცვა მისი ქონება და იმავე დღეს უამრავი ტყვითა და ალაფით დატვირთული თავის სამფლობელოში დაბრუნდა. ანისის ტრაგედიამ შეძრა და აღაშფოთა საქართველოს სამეფო კარი. დარბაზმა მყისვე მიიღო საპასუხო ზომები. სადამსჯელო ლაშქრობის თარიღად მაჰმადიანთა დიდ დღესასწაულს დაამთხვიეს. იმავე წელს ქართული მხედრობა ძმები მხარგრძელების მეთაურობით არდებილის სასულთნოში შეიჭრა და ქალაქი პირველივე იერიშით აიღო. ქართველთა შურისძიებამ არდებილი იმავე გზით მოაოხრა, როგორც სულთანის ჯარებმა ანისი. თავად სულთანი ქალაქის კარიბჭესთან სიკვდილით დასაჯეს. მისი ცოლშვილი და ოჯახის წევრები ტყვედ იქნენ აყვანილნი. ასე გასცეს ქართველებმა მტერს საკადრისი პასუხი ანიშში ჩადენილი სიმხეცისათვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. არდებილის აღებამ, გარდა იმისა, რომ ჩვენი მტერმოყვარე დაარწმუნა ქართველთა უძლეველობაში, თავად ქართველებსაც განუმტკიცა რწმენა, რომ მათი დამმარცხებელი მაშინდელ ახლო აღმოსავლეთში არავინ იყო და გათამამებულებმა მთელი ირანის დალაშქრა მოიწადინეს. მალე ქართული მხედრობა თბილისიდან დაიძრა და 3000 კილომეტრზე მეტი გაიარა, სანამ უკან გამარჯვებითა და ალაფით დატვირთული სამშობლოში დაბრუნდებოდა. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ შურისძიება, ეს იყო უპრეცედენტო, ზუსტად დაგეგმილი და თამამად განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, რომელმაც საქართველოს სახელი შორს აღმოსავლეთის საზღვრებს იქითაც გააჟღერა. არდებილში გამარჯვებამ ქართველებს ახალი, გაცილებით დიდი ლაშქრობისკენ უბიძგა. თამარის მემატიანის გადმოცემით, ქართველმა დიდებულებმა სამეფო დარბაზობაზე დააყენეს ირანში დიდი ლაშქრობის მოწყობის გეგმა. ინიციატორებად გამოვიდნენ მხარგრძელთა მთელი საგვარეულო. ამ ლაშქრობას არ ექნებოდა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური მნიშვნელობა. სამეფო ლაშქარი უნდა შეჭრილიყო იმ მიწებზე, სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო გზები იკვეთებოდა. წარმატების შემთხვევაში საქართველოს სამეფოს ექნებოდა შესაძლებლობა გამხდარიყო მთელი რეგიონის პოლიტიკური და სავაჭრო ჰეგემონი. მეფე თამარმა მოიწონა მხარგრძელთა გეგმა და დაუყოვნებლივ დაიწყო დიდი ომისთვის მზადება. სარდლებმა მეომრები ახალი ტაქტიკისა და სტრატეგიის შესაბამისად მოამზადეს, რათა საქართველოს შედარებით გრილ კლიმატსა და თაგორიან სივრცეში ბრძოლას ნაჩვევ მეომრებს ირანის სიცხესა და გაშლილ ველებზე ომი არ გასჭირვებოდათ. დაახლოებით 1209 წლის შემოდგომაზე თბილისიდან ქართული ლაშქარი ქალაქ მარანდისკენ დაიძრა. როცა სამეფო ჯარი ქალაქის კედლებს მიუახლოვდა, აღმოჩნდა, რომ დასახლება დაცარიელებული იყო. მარანდელებს დროზე შეეწყოთ ქართველთა მოახლოება და მთებში გახიზნულიყვნენ. სარდლებმაც ასე ივარაუდეს და 500 რჩეული მეომარი ახლო მდებარე მთაზე გააგზავნეს დასაზვერად. როგორც კი ეს მცირე რაზმი მაღლობზე ავიდა, მარანდელთა ლაშქარი მთელი ძალით დაატყდა თავს. მათ ეგონათ, მცირერიცხოვან მტერს ადვილად დაამარცხებდნენ, მაგრამ საპასუხოდ ქართველთა მედგარი წინააღმდეგობა შეხვდათ და მალევე უკუიქცნენ.
ერთობილნი მეხუნესინდა, მივშეიფნა ომიდი, შიგანასრე გავერიბებ მოდის ჩოქსავით აფორი, კაცი კაცს შემოვსწორს, ცხენკაცისა დავდი გორი, კაცი ჩემგან გადატყორსნი, უნავს ვითა დანაჯორი, ერთობს სულა დამოვწმიდე წინა კერძო, რაზმიო. მარანდის აღების შემდეგ ქართულმა ჯარმა გეზი თავრიზისკენ აიღო. იქაურებს უკვე სმენოდათ მარანდის ამბავი. თავზარდაცემულებმა სხვა გზა ვერ იპოვეს და ქალაქი უომრად ჩააბარეს, იმ პირობით, რომ ქართველები მშვიდობიან მოსახლეობას არ შეეხებოდნენ. ასე დაიკავა საქართველომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, რომელმაც გზა გაუხსნა ირანის გულისკენ. თავრიზის შემდეგ ჯერი ქალაქ მიანაზე მიდგა. ქალაქთან ერთად ქართველებს აქ დიდი სიმდიდრე და სულსაც სანოვაგეთ ჩაუვარდათ ხელში. მხარგრძელები ერთსა და იმავე წესს იცავდნენ. ყოველ აღებულ ქალაქში 500 კაცს სველად ტოვებდნენ, თავად კი წინ მიეშურებოდნენ მომდევნო სიმაგრის ასაღებად. მალე ქართული არმია ზენჯანს მიადგა. ცირეხნიანი ალყის შემდეგ ქართველებმა გალავანი შეანგრიეს და ქალაქიც აიღეს. 1210 წლის ბოლომდე ქართველთა დაქვემდებარების ქვეშ მოექცა ქალაქი ყაზვინი და გურგანი. გურგანი კასპიის ზღვის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობდა. მემატიანე გვაუწყებს, რომ ქართველები ისეთ შორეულ მიწებზე მივიდნენ, სადაც არც კი სმენოდათ საქართველოს სახე. ლაშქრობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველებმა აურაცხელი ალაფი, სიმდიდრე და ტყვე ჩაიგდეს. ამ რაოდენობის სიმდიდრით გადაადგილება შეუძლებელი გახდა და სარდლებმა უკან სამშობლოში დაბრუნება არჩიეს. ქართველები უკანა გზაზე მიანას მიდგომიან ისევ და მხარგრძელს ის 500 კაცი მოუკითხავს, ცველად რომ დაუტოვა ქალაქის მელიქს. მაგრამ აქ მათ მძიმე ამბავი დაუხვდათ. ვიღაცას ცრუცნობა მოუტანია თითქოს დიდმა სულთანმა ქართველთა ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. სროჯორით გამხნევებულმა მელიქმა და მისმა დიდებულებმა ვერაგულად დახოცეს ის 500 ქართველი. როცა ეს ამბავი მხარგრძელმა შეიტყო, ზაქარიამ ყისვებ ბრძანება გასცა. მელიქი და ქალაქის თავკაცები შეიპყრეს და უყოვნებლივ დასაჯეს, ხოლო მიანა მიწასთან გაასწორეს. ორწლიანი დამღლელი ლაშქრობა დასრულდა. სამეფო არმია უკან თბილისში დაბრუნდა. მეფე თამარმა ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ისნის სასახლეში დიდი დარბაზობა მოაწყო. სწორედ აქ მიითვალა მეფემ ლაშქრობიდან მოტანილი ალაფი. წარმოგზავნეს თვალნი თითფასისანი, ძვირად საპოვნელნი და საჭურჭლენი უცხონი. ყველანი გაკვირვებულნი იყვნენ იმ დავლით, რომელიც ქართველთა ჯარმა თან მოიტანა. საქართველოს სამეფო ხაზინა და ქვეყანა უაღრესად გამდიდრდა. ქველმოქმედმა მეფემ ნადავლის ნაწილი ღარიბებსა და ქვრივ ობლებს დაურიგა. ნაწილი კი მეომრებს შორის განაწილდა. ეს იყო თამარის მეფობის უკანასკნელი დიდი ლაშქრობა, ტრიუმფი, დიდება და სიმდიდრე, საქართველოს ძალაუფლების მწვერვალი. მაგრამ ყოველი მწვერვალის შემდეგ დაღმასვლად დგება და მალე ქვეყნის ეს ბრწყინვალე ეპოქა წარსულს ჩაბარდა.